შეხვალ კლინიკაში და რეგისტრატორი გებღვირება, იქ რიგი მოწესრიგებული არ არის და 21 საუკუნეა რა, რიგის მოწესრიგებას რაღა უნდა დააჭერ კნოპკას, იყიდი იმას დადგავ რა ბოლო-ბოლო, ხო? სამუშაო ეთიკა უბრალოდ არ არსებობს. მე ამ რეგისტრატორიდან დაწყებული ზემოთ ახალ სადღაცა ექიმი ან არ დაგხვდება, ან გვიან მოვა, ორზე დაგიბარებს, სამზე შეხვალ. პასუხს არ გაძლევს ნორმალურად, კომუნიკაციის უნარი არა აქვს, ელემენტარული კომუნიკაციის უნარი. ხო, თან ეს მოყვება ჩვენ ცოტა ეს აროგანტულობა. ხო, რაღაც რო აი მე რაღაცა ეს აღმატებული და არ და პირიქით უნდა იყოს რა. აი ხა რამდენი შენს რამდენი ის ყავს აქვს გარშემო ახლობელი, რომელიც სადღაც ექიმთან იყო და უთქვია შენთვის რომ აუ ეს ამიხსენი, იმიტომ რომ იმას ვერ ვკითხე რა, რაღაცა ან რაღაცა ისე მითხა რომ ვერ გავიგე. აი საერთოდ ჩემთან და ან უამრავი ყველა მეკითხება ხოლმე რომ იცი რა ვიყავი და ეს ვერ გავიგე, ეს ვერ ვკითხე. ეს კი ამიხსნა, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გავიგე და ისედაც ესე გაქცევაზე იყო. ან დერეფანში რო ეკითხებიან სიმპტომებს ან რაღაც ასე შენ. უამრავი პრობლემა არის რა. ხო და ეს საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გროვდება და ნდობა იკარგება რა. აი ეს ნდობა რო იკარგება, მე ეს პაციენტი მიტრიალდება და წავა ვიღაცა ჰომეოპათთან, მკითხავ თან შარლატანთან, რომელიც დასვამს იქ მოეფერება, ყავას აუდუღებს, გულწრფელად დაელაპარაკება და უკვე ნდობას მოიპოვებს რა და სულო სისულელები ელაპარაკოს, მოწონს ამ ადამიანს რომ ადამიანურად ექცევა ვიღაცა. შესაბამისად აი გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი არის ეს სამედიცინო პერსონალი და კომუნიკაციის უნარის არარსებობა და საბოლოო ჯამში მე აქედან მოდიან ეს შარლატანური ისე და საბოლოო ჯამში ისევ პაციენტი ზარალდება რა თქმა უნდა.